ზე გონი, მოდი ესე ვთქვათ, მაგარი აიტიშნიკი, ზის და ამ ყველაფერს საპროგრამებს. ახლა ჩვენ ახლა თავისუფლებით კი არ ვსაუბრობთ, მე და თქვენ, არამედ იქ წერია, რომ ასე უნდა ვისაუბროთ. მაგრამ პრინციპში, ანუ ხელოვნური ინტელექტის დაპროგრამება ხო შეიძლება? ხო შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არსებობს რაღაც ზე, რაღაც გონი, რომელიც სადღაცა ცხოვრობს, არ ვიცი ის სადღაცას როგორია, მაგრამ ჩვენ რაც გვეჩვენება ჩვენს გარშემო, ეს ყველაფერი არის ილუზია, ეს სიმულაცია. ხო, თეორიულად პრინციპში შეიძლება. არაფერი. მატრიცაში რო არის გახსოვთ მონაკვეთი? ზუსტად ხო. ორაგულს რო ჭამს და რო იძახის, რომ კი ვიციო, ნამდვილი არ არის. რაც უფრო მაღალი მოწონების მასში ავდივართ ხოლმე, უფრო სტატისტიკურად, უფრო კლებულობს ხოლმე დაჯერება იმ თეორიის. სავარაუდოდ მაინც არ ამგონია, რომ ეგ იყოს სწორი, სავარაუდოდ. თეორიულად შეიძლება, რომ ეგრე იყოს, თქვათ, ვიღაცის, თქვათ, გონში ვზივართ, ანუ მის კომპიუტერში ვართ და ახლა ჩვენ აქ პოდკასტი, ანუ ჩვენ კი არ გვინდა ეს, არამედ აი იმას უნდა. იმან დააკლიკა და ასე თქვი მე, ასე მიპასუხეთ თქვენ, რა ვიცი. შეიძლება.